ფერმერები შეღავათიან აგროკრედიტებს მიიღებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს. კონსულტაციების საფუძველზე პროექტის 3 კომპონენტი გამოიკვეთა. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის. შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არაუმეტეს 8%-ისა და შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%-ისა. აგროკრედიტის პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა, თუმცა ეს ინფორმაცია პირველად პრემიერ-მინისტრმა 14 მარტს რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააჟღერა. შეღავათიანი აგროკრედიტები, რომელსაც ჩვენ პირდებოდით მოსახლეობას, მე მუდამ ვაცხადებდი, რომ გადამუშავებელი ქარხნების და საწარმოების შენებლობისათვის მიეცემათ ხანგრძლივი კრედიტები 0-დან 3%-მდე, მინიმუმ 60 საწარმო. თუ იქნება აქტიურობა, თუ იქნება, უფრო მეტსაც გამოეყოფა, შეუზღუდავად, რამდენიც კი იქნება შემოსული პროექტი, ყველას ექნება საშუალება მიიღოს გრძელვადიანი მინიმუმ 7 წელი, თუ საჭირო იქნება გაუგრძელდებათ 30,000-დან 600,000-მდე ლარი. ეს მცირე და საშუალო საწარმოს შეძენისათვის საკმარისია, ძირითად საშუალებებს, რომელსაც მე ვაცხადებდი არჩევნების პროცესში, აბსოლუტურად საკმარისია და ნებისმიერ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა თუ ექნება შესატყვისი პროექტი. ჩვენი მინიმუმია არანაკლებ 60 საწარმოსა, რასაც მე ვამბობდი, რომ რეგიონში ერთი საწარმო მაინც ახალი დაფუძნდეს, თუ იქნება პროექტები, გარწმუნებთ, რომ ორჯერ მეტი, სამჯერ მეტის დაფინანსების საშუალებაც გვექნება და ფინანსები გაგვაჩნია. აი რასაც არ ვამბობდით სამომხმარებლო კრედიტებს, აი 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი, 6 თვეში შეგიძლიათ უპროცენტო 5,000 ლარამდე შეუძლიათ სწორედ ფერმერებს აიღონ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი, რაც მე არჩევნების პროცესში არ მithქვავს, ეს შეღავათია, მე ვიცი ასეთ კრედიტებში იხდიდნენ 30%-ზე მეც და ძალიან დიდ თვითად აწვა ეს მოსახლეობას. როდესაც ჩვენ შევუდექით ფონდის დანიშნულების დაკონკრეტებას, იქ გამოიკვეთა, რომ სამომხმარებლო კრედიტი ძალიან სჭირდებათ საგაზაფხულო სამუშაოს გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის. არაუმეტეს 7-8%-ისა. ჩვენ შევდივართ და ვეხმარებით პროცენტების დაბალანსებაში. ჩვენ არ გვინდა რომ საბანკო სისტემას დაურღვიოთ პრინციპი საბაზრო. ბანკები ემსახურებიან ამას და რამდენიმე ბანკი ჩაერთო კომერციული, ისინი გასცემენ კომერციულ კრედიტებს, მაგრამ მოსახლეობას, რომელიც როგორც წესი ისე 25%-ზე მეც აღწევს, 20%-ზე ნაკლები როგორც წესი ეს არ გაიცემოდა. 7-8%-მდე დარჩება მაქსიმალური გადასახადი მოსახლეობას ამ კრედიტის სარგებლობით, დანარჩენს ისევ დაფარავს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ფერმერებს 3 კომპონენტში შემდეგ საფინანსო ინსტიტუტებთან ექნებათ საქმე: ბაზის ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ქართუ, VTB ბანკი, TBC ბანკი, კონსტანტა, კორსტანდარტ ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, ხალიკ ბანკი და ლიბერთი ბანკი. ამ პროექტში მასშტაბურად არის წარმოდგენილი ლიბერთი ბანკი, რომელსაც 500-ზე მეტი მომსახურეობის ობიექტი გააჩნია. ლიბერთი ბანკი გასცემს 3 ტიპის აგროკრედიტს და აი ამ პროექტში ყველაზე მასშტაბურად არის წარმოდგენილი 500-ზე მეტი მომსახურების ობიექტით, აქედან 100 მობილური სერვის ცენტრი, რომელიც დაახლოებით 400-ზე მეტ სოფლის ემსახურება ადგილზე. ფერმერულ მეურნეობას ლიბერთი ბანკი თავაზობს 0%-იანი 6 თვემდე აგროკრედიტებს მყისიერი დამტკიცებით, ასევე ჩვენი ბანკის პარტნიორი საწარმოებია ჩართული ამ 80-ზე მეტი ორგანიზაციაა ჩართული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კრედიტორებს გადავცემთ სმარტივი ბარათებს, რომელიც საშუალებითაც შეეძლებათ აგროკრედიტორებს დისტანციურად თვითმსახურების ტერმინალებიდან თავიანთი სესხების დაფარვა და რა თქმა უნდა მოუწოდებს ჩვენი ბანკი ყველა ფერმერული მეურნეობის მფლობელს, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთოს აი ამ პროექტში. პროექტის ფარგლებში ფერმერებს 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტის შემთხვევაში 5,000 ლარით შეეძლებათ სარგებლობა. 8%-იანი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ისინი 5,000-დან 100,000 ლარს 2 წლით მიიღებენ. 3%-იანი შეღავათიანი აგროკრედიტით ფერმერებს 1 მილიონ ლარამდე შეეძლებათ ცესხის აღება 7 წლის ვადით. გოჩა შალამბერიძის სახელობის ფესტივალს ანსამბლი ძმები მასპინძლის რანგში დახვდებიან. მოცეკვავები კონკურსის გარეშე 5 საცეკვაო ნომრით წარდგებიან, რისთვისაც საგანგებოდ ემზადებიან. ძმებს ისე როგორც სხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს შოროპნის ციხეზეც მოუწევთ თავიანთი რეპერტუარის წარმოდგენა. მას შემდეგ, რაც 28 აპრილს სახელმწიფო თეატრის შენობაში ფესტივალი გაიხსნება, 29 აპრილს მისი მასპინძელი სწორედ შოროპნის ციხე იქნება.
მე როგორც ჩორაპანში მაცხოვრებელი ძალიან მიხარია რომ ეს კონცერტი აქაც ჩატარდება და როგორც ჩორაპანში ჩვევია ძალიან კარგად დავხვდებით ჩვენ სტუმრებს. ჩვენ ძალიან გვიხარია და მთელი სულით და გულით ვეროდებით მათ. გოჩა ჟალამბერიძის სახელობის ფესტივალს წელს ზესტაფონი უკვე მესამედ მასპინძლობს. წელს პირველად მასში ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობის მიღების სურვილი ლიტვის, ლატვის, რუსეთის და უკრაინის საცეკვაო ანსამბლებმაც გამოთქვეს. წინა ფესტივალი იყო ადგილობრივი და არა მარტო ადგილობრივი, სხვა რაიონებიდანაც ჩამოსულები ნაწილეობით. წელს ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ეს არის უკრაინა, ლიტვა, ლატვია, რუსეთიდანაც. შემდეგ წელს კიდევ ალბათ უფრო მეტი და მეტი კოლექტივები იქნება ოცხო ქვეყნებიდან და ეს დიდად მოხარულები ვართ ჩვენ, რომ ჩვენი გოჩა ჟალამბერიძის ფესტივალი ტარდება და ამ ფესტივალზე ჩვენი თავი უნდა წარვადგინოთ, რა თქმა უნდა, კურსის გარეშე ვართ, მაგრამ ჩვენი თავი უნდა წარვადგინოთ როგორც მასპინძლები. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის გამგეობა, მობილიზებულია სრულიად საკრებულო. ერთსულოვნად ყველა ვერჩი გვიდგას ამ ფესტივალთან დაკავშირებით. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფესტივალი არა მარტო ცეკვის ფესტივალით იქნება დატვირთული. აქ ფესტივალი მიმდინარეობს ერთკვირეული, ეს იქნება წეხანაც ბავშვებმა აღნიშნეს შოროპნის ციხე-გალავანზე, სახელმწიფო თეატრში, იქნება პარალელურად ასევე 1 მაისს დაგეგმილი ღვინის ფესტივალი და მე მგონი ზესტაფონი და ზესტაფონელი მაცხოვრებელი ხალხი ამ ფესტივალს შეხვდება სრული პასუხისმგებლობით და ის სტუმართმოყვარეობა, რაც ჩვენ იმერლებს გაგვაჩნია, აღინიშნება ეს ამ ერთი კვირის განმავლობაში.